თხილნარის მეურნეობაში ჩასახლებული 230 ოჯახი საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აშენებას ან ძველი ადმინისტრაციული ნაგებობის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივების მოთხოვნას დღეს ხელვაჩაურის საკრებულოში უპასუხეს. თემის დეტალებზე ირინე წუტუნავაგი ამბობს. ეს იმ ბავშვთა სიაა, რომლებიც სკოლამდელ განათლებას ამ დრომდე ვერ იღებენ. თხილნარის მეურნეობის დასახლებას, სადაც 230-მდე კომლია, საბავშვო ბაღის საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ ჰქონია. ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ და დასახლებაში ბაღის აშენებას ითხოვენ. 70 ბავშვი არის უბაღოთ, ყველა გვირდება გამგეობა 2014-2012 გავიდა ეს წლები და ვინმე არ აკეთებს ბაღს. ეხლა საქმე რომ 14 როდის დავიწყეთ და როდის დაამთავრებენ არ იცია. ხო, სასექტემბროდ ყველა ბაღში უნდა შევიდე. მეურნეობის დასახლების მცხოვრებლების თქმით, ბავშვები სხვა ბაღში შეყვანას ვერ ახერხებენ. მათივე თქმით, მატერიალური მდგომარეობის გარდა პრობლემა სხვა კუთხითაც ექმნებათ. როგორც ამბობენ, მეზობელ ბაღებში ადგილების უქონლობის მიზეზით უარს ეუბნებიან. ბაღის გარეშე დარჩენილებმა სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებისთვის შენობა თავადვე შეარჩიეს. მეურნეობის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა. არის შენობები აგერ. თუ ეს ამორტიზირებული იქნება, ესეც არის ცარიელი ფართები და აშენონ სოფლისთვის ბაღი, რომ სკოლისთვისაც ბავშვები უფრო მათ მოვლენ მომზადებული. იქ რო გადადიან აღარღებულობენ ბავშვებსაც, რომ არ არის ადგილებიო, ეუბნებიან და უკან აბრუნებენ ბავშვებს. აქ სოციალურად დაუცველები გამასქნეს, რა ქვია, მხედველობაში მიიღეს, არც ასაკით მიიღეს. სახელმწიფო აკეთებს დეკლარირებას, რომ გაამრავლეთ ერი, გააჩინეთ ბავშვები და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ელემენტარულს. ესე იგი სკოლამდელი ასაკის განათლება რომ მიიღოს. აქ ახლა ამ თხილნარის მეურნეობაში მე რო უყურებ, ამის პრობლემა არ არსებობს. არის ბევრი ტერიტორია თავისუფალი, არის შენობები, რომელიც შეიძლება რომ გარემონტდეს და საერთოდ არის ისეთი ფართი, რომ აშენდეს ახალი. ანუ თუ იქნება სახელმწიფოს მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ ადრე ვერ გააკეთენ მოქმედმა ხელისუფლებამ, აიღოს პასუხისმგებლობა. ხელვაჩაურის საკრებულოში მეურნეობის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში საბავშვო ბაღის განთავსებაზე უარს არ ამბობენ და აცხადებენ, რომ ნაგებობა მოძველებულია და შესწავლას საჭიროებს. საკრებულოს წევრმა აბელ ბექტაშვილმა, რომელიც დღეს თხილნარის დასახლებაში იმყოფებოდა, მოსახლეობას ბაღის მშენებლობაზე სიტყვიერი გარანტია მისცა. აღნიშნულ შენობა შესწავლილი იქნება გამგეობის მიერ. თუ შენობა არ იქნება ამორტიზირებული, მე მოსახლეობას ვპირდები, რომ აუცილებლად ამ შენობაში განთავსდება ბაღის შენობა, რომელიც 2014 წელს დაიწყება მშენებლობა და დასრულებას მე ნამდვილად ვერ დავპირდები, რომ 2014-ში დამთავრდება. თუ დასკვნა დაიდო, რომ ამ შენობაში არ შეიძლება ბაღის განთავსება, გამგეობა და საკრებულო მოძებნის ალტერნატიულ ფარს და დაიწყება ნოლიდან მშენებლობა. და თხილნარის მეურნეობას აუცილებლად ექნება ბაღის შენობა. როდის დაიწყება და დასრულდება საბავშვო ბაღის მშენებლობა თხილნარის მეურნეობაში, საკრებულოში კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ.